საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ბრიტანეთის სავაჭრო მისიის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრის მიზანი ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაა. დავით ნარმანიამ ბრიტანულ სტუმრებს სამინისტროს მუშაობის მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. მინისტრმა ასევე სამინისტროს მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების მოცულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გზების მშენებლობა რეაბილიტაციის, წყალმომარაგების რეაბილიტაციის, ნაპირდაცვითი სამუშაოების შენობების მშენებლობისა და მყარი მართვის კუთხის სამინისტრო წლიურად 200-ზე მეტ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 900 მილიონი ლარია. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ბრიტანულ კომპანიებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. Აქ სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში სხვადასხვა პროექტების განხორციელებით, მათ შორის რამდენიმე კომპანიას აქვს რეალური ინტერესი მიიღოს მონაწილეობა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებში. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ მომდევნო წლიდან იქნება აქტიურად სამუშაოები, ტენდერები სხვადასხვა მიმართულებით და ესენი მზად არიან მიიღონ მონაწილეობა ამ ტენდერებში და გამარჯვების შემთხვევაში განახორციელონ ეს პროექტები საქართველოში.